გამარჯობა. დღეს მე აგიხსნით როგორ უნდა მოვღუნოთ MDF-ის მასალა და მივცეთ ფორმა. აი ნახე. ჩავზოლეთ აი ეს მასალა MDF-ი თითო სანტიმეტრებში და ქვევით სისქე დავუტოვეთ დაახლოებით 3 მილიმეტრი. და აი რაღაც დრეკადობის საშუალებას იძლევა. ფორმა რო დავაკავებინოთ ამისათვის დაგვჭირდება სპეციალური კაფიწებო, რომელიც და გიჟების წებოსაც გამოვიყენებთ რა და თანდათან განახეთ. ეხლა წასმის პროცესი როგორ მიდის? აი ესე ვასხავთ. ხო, მანამ გიყურეთ. შეგიძლიათ წააკლიკოთ და გამოიწეროთ ჩვენი YouTube არხი, იმიტომ რომ ამ ყველაფერს რო ვცდილობ აგიხსნათ, დაფასებაც მჭირდება, რომ დავინახო, რომ დაინტერესებულები ხართ ამ ყველაფრის და ამ კონტენტის კეთებით. ეხლა ამ წებოს მახასიათებელს აგიხსნით რა, ეს არის კაფიწებო, რომელიც შრობის პროცესში თანდათან ნელ-ნელა იბერება და აი ამ ჩაჭრილ ადგილებს ნელ-ნელა შეგვივსებს რა. და შეწებების ხარისხიც ისეთი აქვს, რომ შეიძლება ვეღარც კი გააცილოთ ამ წებოთ შეწებებული მასალა ერთმანეთს. უბრალოდ შრობის პროცესი და მაინც და ტემპერატურას გააჩნია, როგორი ტემპერატურა ჩვენ დაახლოებით 8 საათს მაინც ვაცდით ხოლმე, რომ გაშრეს და საბოლოო სახე დაიკავოს. ვინც ხართ დაინტერესებული, ბევრს აინტერესებს, ვიცი როგორ იღუნება კარები და ბევრს უკითხია, როგორ მოვღუნეთ და ალბეთ, არ ვალბობთ არა. უბრალოდ დიდი შრომის შედეგად ეხლა ეს პროცესი წეგან მე პატარა ვიდეო დავდე, სადაც ეს დასერვის პროცესი ჩანდა. ეხლა მე იმ ბალახერხზე დავხსერე, მაგრამ თქვენ შეგიძლიათ მაგიდა ხერხზეც ჩვეულებრივ დაფრეზავთ, ესეთ ფორმას მისცემთ. შეგიძლიათ თვითონ ფრეზითაც გაატაროთ, შეგიძლიათ რუტერზეც გაატაროთ. არის ბევრი საშუალება ამის დასერვის რა. ნუ წებო ისეთნაირად უნდა გავანაწილოთ, რომ სადმე რამე არ დაგვაკლდეს. თვითონ კი გაიშლება. მივა იქ ადგილებს, სადაც საჭიროა, მაგრამ უნდა ვეცადოთ, რომ არ დაგვაკლდეს. არც ბევრი მოგვივიდეს. ამ დოზირებას რამდენიმე დეტალს რო გააფუჭებთ. ხომ მე ვამუღამებდი რა, რაღაცა გარკვეული წლები დამჭირდა, რომ ხან ერთი მეთოდი ვსინჯე, ხან მეორე მეთოდი ვსინჯე და შემდეგში მოვედი ამ მეთოდამდე. თუ თქვენ უკეთეს მეთოდს გვაჩვენებთ, უკეთესად ნახოთ მერე. ეს არის ყალიბი. ამ ყალიბში უნდა ჩავსვათ. პირველ რიგში ახლა ამაზე DWP-ს დავაფენ და მერე DWP-სთან ერთად ჩავსვავ მაგ ყალიბში. ეხლა დამჭირდება მე კამერამენის დახმარება. შტატივზე მოვათავსებთ კამერას და გაჩვენებთ როგორ ხდება ეს ყველაფერი. ნაპირზე წავუსვებ აი ამ სწრაფად შრობად წებოს, რომ იცოდი რა გინავწდები. DWP-ს რო დავადებ, რომ მე მოძრაობა აღარ აქონდეს რა. ბარემ მივასხათ. ეს ეხმარება მომენტალურ გაშვებაში. გაუსწოროთ, როგორ არის მანდამეში? კარგია. წკაფ, ეხლა დავაფიქსირებთ ესეთნაირად, რომ ლეჟბი ნაპირი არ გამექცეს. აი ჟარგონულ სიტყვებზე ნუ გამომეკიდებით, კიდევ ძალიანად გთხოვთ.
რა ვქნათ ეხლა რაღა დაგვრჩენია ავიღოთ ეს დამჭიმები და ყალიბში ჩავდოთ ეხლა უნდა დავტრიალდეთ იმედია არ დაგვეშლება საკმაოდ სარისკო საქმეა ხშირია ხოლმე გაფუჭებული და გაცუდებული დეტალები ამიტომ განსაკუთრებული სიზუსტე სჭირდება იმ დასერვის ვარიანტშიც რო დავსერავთ ყურადღება უნდა მივაქციოთ რომ დასერვის სიღრმე დასერვის დაცილება აი ეს ყველაფერი იყოს ერთი და იგივე იმიტომ რომ სადმე სუსტი წერტილი რო იპოვოს ამან უეჭველად გეუბნებით რომ გატყდება და აი ეხლა აი ტრეშოტკების და საჭიმების საშუალებით ვცდილობთ რომ აი ესე თანაბრად მივაყოლოთ ერთი იქიდან ერთი აქედან კამერამ ვიშა მიდი ძმურად აი იქიდან კამერით ვაჩვენოთ რომ აი ეს დაჭიმის პროცესი როგორ მიმდინარეობს აი ნახე აი ხრე მოვჭიმე წამოვიდა ეხლა აქითაც წამოვიყვან რომ ერთმანეთს არ გავასწროთ რა ასე და აქ ხრედები ჩაუყოლო რომ თვითონ ამ საჭიმა არ გამიფუჭოს მასალა ნაპირი კი მაინც უნდა ჩავაჭრა მე ყალიბიდან რო ამოვიღებ короче ძალიან მაგარ შარში ვარ ეხლა და შეიძლება კაცანი დაიძახოს იმიტომ რომ უკვე ისეთ კონდიციაში დავჭიმე რომ საკიფათო სიტუაცია მექმნება წკაბ ну რაც იქნება თუ არა და სათადარიგო მასალა მაქვს და ახალს მოვჭრი და ახლიდან ვიწვალებ მაგრამ მე უკვე იმდენი მაქვს ნაწვალები რომ ხანდახან ჩემ თავსაც ვენდობი და მასალასაც ვენდობი ცკა ფორმაში ჩავჯექით ერთადერთი აი აქ რაც არის აი ეს არ მომწონს და ამას სიმოკების საშუალებით მივატაინებ აბა აქედან შევხედოთ როგორია აქედან რა გვაქვს მე მგონი ძალიან კარგად გამოვიდა ის კი არა რომ რაზე გასწავლეთ არ ჯობია მარტო მე ვიცოდე და ყოველზრი არა მარტო მე რა ეხლა გეტყვით რა არის რამდენიმე ადამიანი რაც მე ვიცი რა რომ ვინც ამას აკეთებს ერთ-ერთი ზანგო შეიძლება იცოდეთ ხელოსნების ქალაქში ბევრს გეცოდინებათ აი ესეთ ვალებს იმენა იდეალურად ეგ ადამიანი აკეთებს თუ აკეთებს ვინმეს ვისაც დაგჭირდებათ აი ეს წვალება არ გენდომებათ გინდოდეთ კარგია ეხლა უნდა იცოდეთ კიდევაც შეგიძლიათ მიბრძანდეთ ბატონ გურჩასთან და მოგხედავთ რა ამ ყველაფერს გაიგეთებთ ეხლა რა შემიძლია გითხრათ რა ოვალი გამზადებულია ამებს დავაჟიმოკებ დიდხანს თავს აღარ შეგაცდეთ ამას მე რომ ამოვიღებ და უკვე რომ დავამონტაჟებ თუ გამოწერილი გექნებათ ჩვენი არხი რა თქმა უნდა მე ამ ყველაფერს თქვენ თვითონ ნახავთ საბოლოო შედეგი როგორ გვექნება რა ამ ეტაპისთვის საკმარისია მადლობა